სახელითა მამისათა, დადისათა და სულისა წმინისათა ამინ. ჩვენთან არ ღმერთი. გაგლოცოთ და გაგახაროთ, გაგაზიაროთ მაღალვამბებთან. ეს არის როგორც მოგესწენებათ მეხუთე კვირა აღდგომისა, სამარიდელის კვირა. დღევანდელ დღეს შესაბამისი სახარება წავიკითხეთ ჩვენ, სადაც არის დიალოგი მაცხოვარსა და სამარიდელ დედაკაცს შორის. კერძოდ დამაშვრალი ანუ როგორც კაცი დაღლილი მაცხოვარი იაკობის ჭასთან იყო, მისი მოწაფეები კი ქალაქში იყვნენ წასულები საკვების საყიდლად. და ამ ჭასთან მოდის სამარიტელი დედაკაცი და მაცხოვარი ხოს მას ყავს. დედაკაცს გაუკვირდება, შენ ურია ხარ და ყავს მე როგორ მთხოვო. რატო გაუკვირდება? იმიტომ რომ ებრაელები და სამარიელები ერთმანეთს მტრობდნენ მაშინ. და ერთმანეთს არც ესაუბრებოდნენ, თუ ერთმანეთის ტერიტორიაზე გადაევლიდნენ, კლავდნენ კიდევ ერთმანეთს. იყო ასეთი შემთხვევები. დიდი მტრობა ჰქონდათ ერთმანეთში. და მაცხოვარმა საუბარი დაიწყო მასთან და უკვე სამარიტელმა დედაკაცმა იწამა უკვე იესო, როგორც მესია მიხვდა, მე დეტალურად აღარ შეუძლიები ამ საუბრის განმარტებებს. იწამა, მაგრამ ამ დროს დედაკაცი იყო ცოდვილი. კერძოდ იესო ეუბნება, რომ შენი ქმარი მომიყვანეო, მე არ ამყავს ქმარიო. სწორად მგზანეო, რომ ქმარი არ ყავს, რადგან ახლა რომელიც ყავსო, მეხუთიაო და ის შენი ქმარი არ არისო. ანუ ესეთი ცხოვრების დედაკაცი იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, იესო მასთან მაინც საუბრობს. ანუ მაცხოვრისთვის და საერთოდ ქრისტიანულ ეკლესიისათვის აბსოლუტურად განსხვავებული ცნებებია ცოდვა და ცოდვის ჩამდენი. ეს არის სხვადასხვა რამ. ამის გარჩევა არის აუცილებელი. ეკლესია მუდმივ რეჟიმში ეწინააღმდეგება ამ ხელს ცოდვას, მაგრამ თვითონ ამ ცოდვაში მყოფ ადამიანს კი შვილად მიიჩნევს. ასე იყო ადამ დევადან მოყოლებული, ასე არის, იყო მაცხოვრის დროს და ასეა დღემდე და ასე იქნება მეორედ მოსვლამდე. და ძალიან გასასწორებელია ერთმანეთისაგან ცოდვა და ცოდვილი. ჩვენ უნდა გვგულდეს ცოდვა. აი სიძულვილი თუ რამესი შეიძლება, ეს არის ცოდვა. არა, ცოდვილი სიძულვილი კი ნამდვილად არ შეიძლება. გაგახაროთ, გაგაზიაროთ მაღალ ღმერთმა. მე მინდა ცოტა პარალელი გავავლო. ცოტა მოგვიანებით რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტიურად პოზიციები უკვე დაფიქსირებული არის. მისი უწმინესობიდან დაწყებული და რიგითი სასულიერო პირიდან, მაგრამ მინდა მაინც პატარა პარალელი გავავლო. იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში მოხდა 17 მაისს გულისხმობ და მის მერე განვითარებულ მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. გძულდეს ცოდვა და არა ცოდვილი. ეკლესიის დამოკიდებულება სწორედ ასე არის. ჩვენი დამოკიდებულება არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პროპაგანდა, პოპულარიზაცია ცოდვისა. ეს არ შეიძლება. არ შეიძლება ისეთი მით უმეტეს ისეთი ცოდვისა, რომელიც ცოდვის გამო ქალაქები იქნა განადგურებული უფლის მიერ. განადგურდა ქალაქები. ეს კი მას ხომ არ ნიშნავს, რომ უფალი მოზარადია. რადგან მათი გამოსწორება აღარ შეიძლებოდა და შანსი აღარ ჰქონდა ამ ორ ქალაქში მაცხოვრებლებს, რომ გამოკეთებულიყვნენ, აქ გავაპირისებდა მითისა ეს ორი ქალაქი, სოდომი და გომორი, მაღალმა ღმერთმა. რაც მოხდა, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან კარგი. იმიტომ რომ პირველი გამოჩნდა და დაფიქსირდა ქართველი ერის საკმაოდ ჯანსაღი ნაწილის ერთსულოვნება და ძალიან დადებითი მუხტი ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან კარგი. მეორე, დადებითი არის იმ ხრივაც, რომ განშიშვლდა ის პოლიტიკური ფიგურები თუ ცნობადი სახეები მთელი ერის თვალწინ. განშიშვლდა ნიშნავს იმას, რომ მათ გაყიდეს საკუთარი თავი, მათ გაამჟღავნეს საკუთარი თავი ყველამ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მათ სურს ეკლესიასთან.
ეს იყო ძალიან კარგი. და მესამე კიდე ჩემი აზრით იყო ძალიან კარგი იმის გამო რომ ერმა და ეკლესიამაც ეკლესიის წარმომადგენლებს დავინახეთ რა უნდა გამოვასწოროთ მომავალში რა შეცდომები იქნა დაშვებული რა მიმართულებით კერძოდ მე მაგალითად ასე ვიტყოდი რომ ცხელი გულს აუცილებელია თავზეზე ცივი გონება ცხელი გული სადაც არ არის იქ საქმე ვერ კეთდება მაგრამ თუ ცივი გონება არ ახლავს ცხელ გულს საქმე კარგად გაკეთებული არ გამოდის ამიტომ ცხელ გულს ჭირდება ცივი გონება და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ამას გავეთვალისწინებთ ხვალ უკვე და ზე თუ კი ამის აუცილებლობა იქნება და მე ვფიქრობ იქნება ამის აუცილებლობა ამიტომ რომ ჩვენს წინ გას არა ვთქვათ 10-15 წინარეული და საშინელ ცოდვაში მყოფი ადამიანი არამედ ეს ადამიანები არიან საზარბაზნე ხორცნი იმ ძალებისთვის რომელი ძალებით გამიზნულად ებრძვიან ეკლესიას ჩვენს სარწმუნოებას ჩვენს კულტურას ჩვენს ქართულ მენტალიტეტს ამ ძალებისთვის ეს არის ეს ადამიანები აი მე საბრალო ადამიანები ასე ვიტყოდი ცოდვაში საშინად ჩაძირული ადამიანები არიან საზარბაზნე ხორცნი ხშირად ისმის კითხვა რომ ადამიანის უფლებების დაცვა მე ასე დავშვამდი კითხვას ჩემო სულიერო შვილებო ვინ იცავს იმ ადამიანების უფლებებს რომლებიც საზარბაზნე ხორცად წინ უშვებენ და მათ სურვილიც კი ქონდათ რომ რომელიმე მათგანი იმყოფი ნაცემი და მით უმეტეს მოკლული ყოფილიყო ამ აზღოვებული ხალხის მიერ როდესაც შენ იცი ხვდები იმას რომ წინ დგას 50,000 60,000 და ზოგიერთი მონაცემებით 100,000 კაცი თუნდაც 1000 კაცი ყოფილიყო და თან იცი რომ მათში არის აგრესია რატომ უშვებ და აიძულებ 10-15 ადამიანს წინ დაუდგეს მათ ეს ხომ ამით ხომ უქმნის საფრთხეს იმ 10-15 ადამიანს რომელთა უფლებების დაცვისათვისაც ვითომ თავს იკლავს მაგრამ ეკლესიის პოზიცია როგორ არის არასოდეს ეკლესიიდან არც წარსულში არც ყოლში და არც მომავალში არ დაფიქსირდება მათ მიმართ სიძულვილი იმ დღეს მოხდა საოცარი ფაქტი მე ვარ ამ ფაქტის შემსწრე ავტობუსი აი რუსთავი ორი ატრიალებდა კადრებს ავტობუსის კარებს რომ აღებენ არც თავიდან აჩვენებენ როგორ მოხდა ის ავტობუსი და ხალხი ერთად არც მერე რა ხდება იმის მერე კარებს აღებენ ძოლია და ორი ხალი ავტობუსში და ყველა ვიცით თელმა საქართველოს ნაცემი არავინ არ არის როგორ გადაცემ ისინი სასულიერო პირი ჩადგა მძღოლსა და ხალხს შორის როცა შეხედა გამხდარი მე მინდა მას აქედან მადლობა უთხრა გამხდარი სასულიერო პირია საშუალო ზონა მაღალი ფიზიკურად არ ვიცნობ ფიზიკურად კი დავინახე მაგრამ არ ვიცნობ ვინ არის მეცმა გააძლიეროს ძღოლსა და ხალხს შორის ჩადგა როდესაც უკვე დაინახა რომ ყველა ხედავს რომ მეორე მხრიდან შეიძლებოდა ფანჯარა გატეხილიყო და იქიდან შემძვალიყო ვინმე ადის მძღოლის კარებიდან გადააბიჯებს ფეხებზე მძღოლ შედის ავტობუსში და იქ ყველა ფანჯარასა სადაც მე უკვე აბრახუნებენ რომ უნდათ რომ გატეხონ ფანჯარა ყველა ფანჯარასა მიდის და შიგნიდან უკვე აწყვარებს გარეთ ყოფა და იქ ორი ხალი იყო არ ვიცი შეიძლება სიტყვა ხალი იმ ადამიანებისთვის თვითონ ჩათვალოს შეურაცხყოფია იმიტომ რომ იყო ხალი ნიშნავს ეს ნიშნავს დიდ პატივს იყო კაცი ნიშნავს დიდ პატივს და იმათვის ეს არის შეურაცხყოფა არ ვიცი მაგრამ მე მაისწრე რომ იყო ორი ხალი და მე როგორც მე გავიგე უკვე ნაცამე ეს რაც ვუყურე ეს ავტობუსი მშვიდობიანად დაიყვანა მე ამ მამაომ და არანაირი ზალადობა უკვე აღარ ყოფილა ზე საუბარი გაგრძელებულა იქ მე მამებისგან გავიგე ეს რატო გადაგვარჩინო ჟურნალისტები გეგონეთო ამ ხალებს უთქვამს არაო ვიცი ვინც ხართო მაგრამ მაინც გადაგარჩინეთ რადგან თქვენ ხართო ადამიანები ხითეს ხატებადან გავსება ხართო და ესეთი ფაქტიც იყო 17-ში გაგვაძლიეროს მეცმა და ასეთი სასულიერო პირები მრავლად არიან ჩვენს ეკლესიაში და ღმერთმა ამრავლდა გააძლიეროს
ისტორიულად შემოსულიერებს შეიძლება ადამ დევადად მოყოლებული და მანამდეაც კი როგორც კი შექმნა სამყარო ღმერთმა ანგელოზი გააპარტავდება და უკვე ხდება რა ეშმაკი უწყებს ომს ღმერთს ხოლო როდესაც უკვე შექმნა ღმერთმა ადამიანი თავისი მსგავსება და ხატება უკვე მერე მთელი იერიში ბოროტი სულისა გადადის ადამიანზე როგორც უფლის ქმნილებასო და ადამიანის მეშვეობით ებრძვის ღმერთს ადამიანსა და ევას მიაქციეთ ყურადღება 64-ში ბოროტი მიდის ევასთან გველის სახით და საცნურებად ეუბნება სიტყვას შეკამე ანუ